საღამოს ანუ საღამოს განხილვა უпроსტად კრიპტოსი. ბიტკოინის ფასი შეჩერდა 75.9-ზე ჩავიდა და 76-ია ეხლა დაახლოებით ცოტა გადასცდა. მოცულობა არ იზრდება არც სხვა კოინებზე, იგივე ეთერიუმზე. ეს ახლა რას მიგვანიშნებს? არც ყიდვა ყოფილა ძალიან დიდი მყიდველები და არც დიდი გამყიდველები. მოხდა ჩვეულებრივი high breakdown-ი, ანუ ჩააგდეს დაბლა ფასი. ბევრმა გაყიდა სავარაუდოდ, ჭკვიანებმა იყიდეს, ასე დროს ყველა ყიდულობს და სარეზერვო თანხა ყველას აქვს. ნუ ჩვენ არ გვაქვს ალბათ სავარაუდოდ სარეზერვო თანხა კი არა. საკმარისი სავაჭროც არ გვაქვს. ხო, ესე იგი შესყიდვები დაიწყო, მაქსიმალურად დავაკვირდეთ ახლა ფასები. დღეს ღამის 4 საათამდე სავარაუდოდ იქნება პლუსში. შემდეგ უკვე ახალი დგება უკვე დაიწყებს აზია ვაჭრობას. შემდეგ შემოდის უკვე იქ 29, ანუ ჩვენთან რო შუა დღეს ამერიკა იღვიძებს. ანუ ეხლა იქნება საინტერესო მოვლენები და პლუს ამას განხილვა იქნება ფედის. რაც შეეხება იმ ფეტის შესახებ, რომელიც გითხარით, ეგ არის ძალიან კარგი კოინი, არის სასურველი რომ თქვენც გქონდეთ. ის არის დაკავშირებული მანქანებთან, რენდერიც მათ შორის შეგიძლიათ დადოთ მასზე, ანუ ეს ისეთი სარისკოა, მაგრამ საინტერესოა, იმიტომ რომ ფაქტობრივად მომავალი არის მაგ მიმართულების, სადაც ჭკვიანი მანქანები უკავშირდებიან, ანუ მანქანები უკავშირდებიან ბლოკჩეინს და ადამიანის გარეშე აკეთებენ შესყიდვებს, სად არის იაფი ბილეთი, თქვათ, ფეხბურთზე, თვითმფრინავზე, სად არის ყველაზე კარგი ფასები ამა თუ იმ პროდუქცია და ასე შემდეგ. ანუ ის ეძებს, შენ არაფერს არ აკეთებს, ის ეძებს, ის ყველაფერს აკეთებს. ეს არის კავშირი ჭკვიანი მანქანის და ბლოკჩეინის. ჭკვიანი მანქანა ბლოკჩეინის გარეშე არ ვარგა და ბლოკჩეინი ასევე ჭკვიანი მანქანის. ну ჭკვიანი მანქანა თუ რა დავარქოთ არ ვიცი. ამასთან ერთად ადამიანს ეცლება თანათან ფუნქციები, ჩვენ ვკითხულობთ ყოველთვის რომ ამა და ამ ადგილას შეამცირეს ამდენი მილიონი, მაგრამ ჩინეთში იყო დიდი შემცირება სამუშაო ადგილების, ამერიკაში კი გაიზარდა კერძო სექტორში, მაგრამ სახელმწიფო სექტორში შემცირდა და ეს გამოიწვია სწორედ ჭკვიანი მანქანების დანერგვამ. დიდი ინდუსტრიები აბსოლუტურად